პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების მწარმოებლებისა და იმპორტიორებისთვის რეგულირების წესის მონიტორინგს სახელმწიფო აპრილიდან დაიწყებს. ქვეყანაში პლასტიკის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია კანონმდებლობით 2019 წლის ივლისიდან არის აკრძალული, თუმცა აღსრულების კონტროლი სწორედ თვენახევარში დაიწყება. ამავდროულად პლასტიკის დეგრადაციის, ხარისხის და პლასტიკის მასალებში მეტალების გამსაზღვრელი კვლევების ჩატარებაც საქართველოში იქნება შესაძლებელი. როგორ ხდება ბაზარის სიახლეს, რა სანქციებს ითვალისწინებს მონიტორინგი და რა გამოწვევების წინაშე არიან მწარმოებლების სტუმართან შესაფუთი მასალების კლასტერის საბჭოს წევრთან სალომე ქარელთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. დავიწყოთ იმ რეგულაციით, რომელიც უნდა ამოქმედდეს, უფრო ზუსტად რეალურად უკვე სასანქციო ნაწილი შემოდის, ხო? თუმცა 2019 წელს მე უკვე ვახსენე, რომ დაახლოებით 5 წელია ეს მიმართულება უკვე აქტიურად საქმიანობს და მოქმედებს. აი ამ 5 წლის განმავლობაში რა სურათი მივიღეთ და ის რაც აპრილიდან და უკვე რეალურად მონიტორინგი განხორციელდეს და მე უკვე დაჯარიმების ნაწილი დაიწყოს, რამდენად არის ბიზნესი ამისთვის მზად? კეთილი, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში, როდესაც რეგულაციის ეფექტურობას ვაფასებთ, ალბათ რამდენიმე ნაწილად უნდა დავყოთ და მონიტორინგიც მის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ამ კუთხით სხვადასხვა შრეებში გვაქვს სხვადასხვა გამოწვევებიც და სირთულეებიც. მონიტორინგით რომ დავიწყოთ, როგორც ვიცით, საბაჟო აკონტროლებს იმპორტიულ საქონელს, გარემოს დაცვის სამინისტრო უკვე საწარმოებში ახორციელებს შესაბამის მონიტორინგს და გვყავს ასევე მუნიციპალიტეტები, ხომ? ამ თითოეულ შრეზე სხვადასხვა დროს, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან გადაჯაჭვული პრობლემები ჩნდებოდა, მაგალითად სამინისტრო უფრო მეტად აქცენტს აკეთებდა, რომ მუნიციპალიტეტში იყო პრობლემა, შემდგომ ერთმანეთის გადაბრალებით იყვნენ დაკავებულები? უფრო იცით რა არის, რაღაც თვითონ სტრუქტურული მიდგომა არ მოხდა ამ რეგულაციის შემუშავების პერიოდში და იყო სხვადასხვა გამოწვევები. მუნიციპალიტეტი თავის მხრივ ასახელებდა პრობლემად იმას, რომ სახელმწიფოში არ არსებობდა შესაბამისი ლაბორატორია და ხილეთ მიმდინარე წელს უკვე რომ შესაბამისი სიმძლავრეები ქვეყანაში არსებობს, თუმცა აქ უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფერს დავხარდეთ 5 წელი. კი ბატონო. ანუ ამ 5 წლის განმავლობაში ყველა ის რგოლი, რომელიც ახლა თქვენ ახსენეთ, თავის მხრივ ბიზნესი, რამდენად მოერგო რეგულაციებს ისე, რომ ეხლა როდესაც უკვე მონიტორინგის და საჯარიმო სანქციების ნაწილი დაიწყება, რეალურად სახელმწიფოც, როგორც ამ პროცესის მაკონტროლებელი და კერძო სექტორიც ამ ყველაფრისთვის მზად არიან. დიახ, აქ უნდა გავამეჯნოთ ალბათ სხვადასხვა ტიპის მწარმოებლები და ასევე იმპორტიორები, ხომ? აქ იყვნენ ისეთი კეთილსინდისიერი მწარმოებლები, რომლებმაც შესაბამისი რეგულაციის სათანადო გრანულები შემოიტანეს, რომ სტანდარტის შესაბამისი პარკები ეწარმოებინათ და ასევე იმის გამო, რაც ზევით ვახსენეთ, რომ არსებობდა რაღაცა ჩავარდნა რომელიღაც მაკონტროლებელ სტრუქტურაში, უკვე არ აქვს მნიშვნელობა, რომელში ეს დაინახა ბიზნესმა და მათ ეს გამოიყენეს სათავისოდ, ანუ მოხდა სხვადასხვა ფალსიფიცირებული პარკების რეალიზაციას ბაზარზე. ამის დღეს როგორი სურათი გვაქვს? ანუ მე ყოველ შემთხვევაში ჩემი დაკვირვებით მე ამ საქმის სპეციალისტად ბუნებრივად ვერ გამოვდგებით, თუმცა კლავაც ძალიან ბევრია არასათანადო დაუშვათ იმ გრანულებით განსაზღვრული პარკები, ხო? დღეს მიმოქცევაში. თუ დაუშვათ 100-ია, რა კეთდება იმისთვის, რომ დაუშვათ ეს 100 არ იყოს და ბიზნესმა რომ დაუშვათ ამ ნაწილის გამოყენება სადამაში ალბათ უცნაური არაფერი არ არის, იმიტომ რეგულაცია არავის არ უყვარს და ბუნებრივია, მაგრამ რადგან სტანდარტია, რადგან ევროკავშირთან აღებული ვალდებულებაა და ჩვენ მივიდივართ სხვა რეალობისკენ და სხვა მიმართულებით გვაქვს ამბიცია, რომ დაუშვათ ამ ნაწილშიც ვიყოთ ევროკავშირის კანონმდებლობასთან არა მხოლოდ კანონით, არამედ რეალ პრაქტიკაშიც მისადაგებულები, რამდენად შევძელით, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე თუ არა, მაქსიმალურ დონეზე თუ არა, რაღაც მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილება მაინც. კეთილი, გეტყვით, რომ აქ რეგულაციის მიზანი ზუსტად ის იყო, რომ პირველ რიგში რაც უმთავრესი ადამიანის ჯანმრთელობისთვის იყო ეს შექმნილი, ეს შეფუთვების რეგულაცია არ არის რაღაც სტანდარტული რეგულაცია, მას უფრო გლობალური გამოწვევების პასუხი შეუძლია, ეს არის კლიმატის ცვლილება, ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა, გარემოზე ზემოქმედება, ასევე ნარჩენების მართვა, ანუ ეს ყველაფერი აკუმულირდება ამ რეგლამენტში და რეალურად მას უფრო ესეთი გლობალური
შრი აქვს და აქედან გამომდინარე ეს არ არის მხოლოდ ის რომ რაღაც აღვასრულეთ ან არა ამას დიდი ზემოქმედება აქვს თითოეულ ადამიანზე ჩვენს ქვეყანაში და თუ შევაფასებთ მარტივად შეგვიძლია ვთქვათ რომ ის ვინც ჩვენთან კლასტერში გაერთიანებულია და ამ იდეალებს იზიარებს მათ ეცადნენ რომ კეთილსინდისიერად ეწარმოებინათ თუმცა სამწუხაროდ ასეთი ტიპის საწარმოებს მოუწიათ დახურვა ვინაიდან ვერ გაუძლეს ამ კონკურენციას სხვა საკითხია უკვე დავშ კომპანია თქვენს კლასტერში გაერთიანებული და საქართველოში წარმოებაც ხდება თუ ძირითადად შემოგვაქვს და ანუ შემოტანილი პროდუქციაზე ამ შემთხვევაში საუბარი. ეს ბოლო წლებია რაც ზოგადად შეფუთვების სექტორი საქართველოში გაჩნდა და გაძლიერდა და აქედან გამომდინარე თვითონ ის რომ პლასტიკის პარკის ერთჯერადის ჩანაცვლება შეგვიძლია ამას მოწმობს იმას რომ ჩვენთან გაერთიანებული წევრები მის საუკეთესო ალტერნატივებს ქმნიან ეს შეიძლება საქართველოში და მათ ორგანიზაცია და დაახლოებით შეფუთვებს თუ ავიღებთ 30 კომპანია, დანარჩენი უკვე კლასტერში მომიჯნავე კომპანიებიც არიან გაერთიანებულები და მათ ისეთი სიმძლავრეები აქვთ, რომ მთელი მსოფლიოს ნებისმიერი სტანდარტი უნდა დააკმაყოფილონ და როდესაც ამ რეგულაციაზე ვსაუბრობთ, ისიც აღსანიშნავია, რომ თვითონ რეგულაციაში გვაქვს პრობლემა, ორი ურთიერთგამომრიცხავი სტანდარტი არის დაფიქსირებული, ჩვენი კანონმდებლობა პირდაპირ ითვალისწინებს იმას, რომ ოქსოდეგრადირებადი და ოქსობიოდეგრადირებადი პარკი არ შეიძლება რომ რეალისტდეს საქართველოში, თუმცა ის სტანდარტი, რომელიც იქ არის დამატებული, რომელიც შემდგომ გაჩნდა რეგულაციის რამდენიმე წლის შემდეგ ეს ჩანაწერი გულისხმობს იმას, რომ მსგავსი ტიპის პარკი, რომელიც ამ სტანდარტს წარადგენს, არ არის ბიოდეგრადირებადი, არამედ ზუსტად იმ კანონს ეწინააღმდეგება, რაც ზემოთ არის აღნიშნული და ხონდა დაუშვებელობა, რომ ამ ნაწილში კანონისში არსებული ჩანაწერი გაგესწორებინათ, მიმართეთ კანონმდებლებს. კი ბატონო, აქ ჩვენთან როგორც კლასტერი, რომელიც ლობისტის სახით ფუნქციონირებს, ასევე ამ კუთხითაც იყო ჩართულობა სხვა, ასევე ჩვენი წევრები სხვა ასოციაციებშიც არიან გაერთიანებულები და მაქსიმალურად ეს პრობლემა სხვადასხვა ეტაპზე და შრეზე იყო დაფიქსირებული, მათ შორის პოლიტიკის დოკუმენტებშიც, როდესაც მუშაობდნენ მსგავს ტიპის კომპანიებთან ეს ჩანაწერი არსებობს და შემიძლია ვთქვა, რომ ეს დანამატი რაც არსებობს, არ არის რაღაც ის, რაც მსოფლიო სტანდარტია, ამას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობა და ასევე მხოლოდ ფილიპინები და დანარჩენი მსოფლიო ამ სტანდარტით არ ინტერესი რომ გასწორდეს ეს ჩანაწერი მაგალითად ამის ინიციატორებიც ვართ, ამასაც ვაფიქსირებთ და კარგი იქნება ზუსტად, როდესაც მსგავსი ტიპის შეხვედრები ტარდება, არა მხოლოდ პლასტიკის მწარმოებლებთან მოხდეს მსგავსი, ასე ვთქვათ, დისკუსია, არამედ როდესაც პოლიტიკის დოკუმენტი იქმნება, ჩართულები იყვნენ, ვინც ამის ალტერნატივასაც შემოგთავაზებენ, ზოგადად რა რესურსი არსებობს ხომ ქვეყანაში, ესეც ხომ უნდა გავიგოთ, ჩასადაც. ძალიან კარგი ნაწილი ახსენეთ. რეალურად თქვენ თქვით, რომ საქართველოში წარმოებულ ამ ტიპის დაუშვათ პროდუქციას შეგვიძლია რომ სოფლიოს მივაწოდოთ და სხვა სტანდარტით დავაკმაყოფილოთ, ხო? რეალურად ეს სეგმენტი იქცა ბიზნესად, ანუ იმ ბიზნესად, რომელსაც რეალურად შემოსავლის მოტანა შეუძლია, არ არის უბრალოდ ოჯახისთვის რაღაცა საოჯახო ან მცირე კომპანიისთვის, არამედ მასშტაბურობის კუთხითაც, რამდენად რეალურად შევძელით ამ მიმართულებით წინსვლა. კეთილი, როგორც იცით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით სხვადასხვა ტიპის რისკებიც არის და გამოწვევებიც და მათ შორის ქართული მწარმოებლებისთვის და შეფუთვების მიმართულებითაც, თუმცა იმის გამო, რომ მსგავსი ტიპის კომპანიებს უკვე გამოცდილება ჰქონდათ საკმარისად დაგროვებული, მათ ეს ბიზნესები წარმატებულადაც აქციას და სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებიც ამას მოწმობს, თუმცა კიდევ მინდა აღვნიშნო, ვინაიდან ამ თემის გარშემო ვტრიალებთ, როდესაც მსგავსი რეგულაცია იქნება ქვეყანაში, ის ახალისებს ისეთ კომპანიებს, რომლებიც კეთილსინდისიერად აწარმოებენ თავიანთ პროდუქტს, უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს მსგავსი ტიპის კომპანიებს და ეს რომ ყოფილიყო და კიდევ უფრო მეტად კონკურენტულ გარემოში ყოფილიყვნენ მსგავსი ტიპის მწარმოებლები, ვფიქრობ, რომ საექსპორტო პოტენციალიც კიდევ უფრო მეტად გაიზრდებოდა. ძირითადად მაგალითად რომელ ქვეყნებში გაგვაქვს? ძირითადი სხვათა შორის ბოლო პერიოდში ევროპის ქვეყნებიც დაემატა მესამეზე არის პოლონეთი, ეს
გარკვეულწილად სექტორის განვითარების შედეგი მოყვა, თუმცა მანამდე რა თქმა უნდა მომიჯნავე ქვეყნებში იყო ექსპორტი ყველაზე მაღალი, გულისხმობ სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, მაგრამ აი გარკვეულმა ინვესტიციებმა იმის შესაძლებლობაც მოგცა, რომ ევროპა და მეხუთეზე არის ამერიკაც, რომ ამ მიმართულებითაც ჩვენ გაგვეგზავნა, იმიტომ რომ შესაბამისი სტანდარტის და ისე იმ რეგულაციას რომ მეუბრუნდეთ, თუ გაქვთ ახლა მაგალითად სანამ კანონმდებლებთან მიხვალთ, ბუნებრივია რომ შესაბამისი სამინისტროს ნაწილზე იქ უნდა იმუშაოთ სამინისტროს წარმომადგენლებთან, რომ დაუშვათ რაღაც ამ ტიპის პრობლემები და ხარვეზები რაც არის გამოსწორდეს. თუ ქონიათ კომუნიკაცია ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვის სამინისტრომ აქვს ხელმძღვანელობაში, იმიტომ რომ ნარჩენების და ამ ნაწილზე ბიოდეგრადირებაზე სწორედ ისინი მუშაობენ და რეალურად თუ გაქვთ მოლოდინი რომ ამ მიმართულებით რა ტიპის დაუშვათ გამოწვევებიც არსებობს, დაუშვათ მათი მხარდაჭერით, მათი დაცლება მოხერხდება. დიახ, პირველ რიგში როგორც ვახსენე, პასუხისმგებელი იყო ლაბორატორიას და საწარმოო შემოწმებაზე, როგორც დაანონსდა ლაბორატორია ამოწმებს ამას, თუმცა მაინც მე ვფიქრობ, თუ ამის სურვილი არსებობდა, ტესტირების პრობლემა არ იყო არც ამ 5 წლის მანძილზე, რომ შესაბამისი კონტროლი ყოფილიყო. თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც უფრო გარკვეულწილად თუ ამ რეგულაციის აღსრულებას ყველაზე მეტ აქცენტს გავაკეთებთ, უფრო მეტი მოდის მუნიციპალიტეტებზე და სწორედ იმაზე, რომ საცალო ვაჭრობაში, რომელიც არის მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, შეიძლება აქ უფრო მეტად გქონდეს პრობლემა, ვიდრე ისეთ მსხვილ კომპანიებში ან დედაქალაქში. რეალურად ბიზნესი ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აპრილისთვის, ანუ ამ აღსრულების პროცესი როდესაც დაიწყება, ამისთვის მზად არის. მათ შორის უნდა თქვენი შემთხვევაში ჩვენთან გაერთიანებულები მზად არიან, არ ვიცი უკვე ის კომპანიები, რომლებიც გადაეწყდა და დახურა მოუწიათ მათ რა სტრატეგია. სხვათა შორის დიდი ინვესტიციები განხორციელდა უშუალოდ სახელმწიფოს მხრიდანაც, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ რეგულაციის და ზოგადად ბიზნესის დაგეგმვის კუთხით აუცილებელია ეს მუდმივობა და თუ ეს მუდმივობა შენარჩუნდება, შეიძლება მსგავსი ტიპის უფრო მეტი საწარმოების სიმძლავრეც გაჩნდეს, ასე ვთქვათ, ქვეყანაში. თუმცა, როგორც ვიცით, 2019-დან როცა დაიწყო ეტაპობრივად ეს არ იყო ახალი, რომ დაანონსდებოდა მონიტორინგი და როდესაც ამას აანონსებდნენ, რეალურად გვაქვს სტატისტიკა, როგორ იზრდებოდა კეთილსინდისიერი მწარმოებლების გაყიდვები და შემდეგ როგორ ეცემოდა, როდესაც ის შედიოდა ძალაში. ამიტომ დაველოდოთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ვნახოთ როგორი იქნება აპრილისთვის, რამდენად სრულყოფილად და სრულფასოვნად მოემზადა ბიზნესი ამ ნაწილისთვის და ბუნებრივია ერთად დავაკვირდებით პროცესს. სალომე ქარელი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.